მოკლედ 3 წლის ასაკში გიგა მიქაბერიძესთან ერთად ვიქეიფე და დუეტებიც ვიმღერე და თუ გაინტერესებს ეს როგორ მოვახერხე მაშინ უყურე ამ ვიდეოს და მოგიყვებით ან მაგიას გავიკეთებ. ბიძა ჩემი მაშინაც და ახლაც, მთელი ცხოვრება მოკლედ კრემჯავში თმაზე, მუშაობს და მუშაობდა ისეთ სფეროში, რომ შეხება ჰქონდა სულ და დღემდე აქვს ძალიან ცნობილ ადამიანებთან. ხან მოკლედ ვარ მე მგონი 3 წლის და ბიძა ჩემი იყო ჩვენთან სტუმრად რა, დედაჩემთან და ჩემთან და ჩვენ ტელეფონი გამოიყენა და დავარეკა გიგა მიქაბერიძეს. Τώρα მეგობრობდნენ იმ პერიოდში გიგა და ბიძა ჩემი. ტელეფონს ჰქონდა ესეთი ფუნქცია რა, აი წინა დარეკილი ნომრის გამეორება რომ შეგეძლო რაღაც ღილაკზე დაჭერით. ხოდა მე 3 წლის განეოსმო, ეგ მოვდვინე. მე თუ ამ ღილაკს დავეჭერთით, მეც მოვხვდები გიგასთან. ლოგიკურად. ძალიან დიდი ფანი ვიყავი მაშინ გიგასი. ძალიან მიყვარდა მაგის სიმღერები ბავშვობაში და ხა ბიძა ჩემის მეგობარი სადგან იყო ხშირად უსმენდა ბიძა ჩემის და მიჩვეული ვიყავი რა გიგას ხმას და ძალიან მიყვარდა და თან მეტი ჩარა ხო ვიყავი, ხაც მეტი ჩარა ვარ ამ ხელაქალი და ბავშვი რა ვიქნებოდი. ხა დავაჭირე ხალხო იმ ღილაკს, დავაჭირე. ბატონო გიგა, გამარჯობა, მე მარიამი ვარ. ვარ გიორგის დიშვილი და ძალიან მიყვარხართ. გთხოვთ გვესტუმროთ. რა უშვილო? ვინ ხარ შენო? მეთქი აი მარიამი ვარ, ასეთი გიორგის დის ასული და მინდა რომ ჩვენთან საერთოდ მოყვიდეთ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხართ. უშვილო, ასე თუ გიყვარო და ჩემი გიორგის დიშვილი თუ ხარო, რას არ მოვალო? ხოდა გამтиშე ტელეფონი და მეთქი დედა, გიგა მიქაბერიძე მოდის ჩვენ სახლში სტუმრად. თქმა უნდა, მაშინ ხო იცით რა პერიოდია რა, ხა მე რო ვიყავი 3 წლის ქვეყანაში რომ არავის არ უხსნის რა. დედა ჩემი, ბებია ჩემი ჩავარდნენ შოკში, ხა ვიდრე ჩემი საერთოდ სახლში არ იყო იმ მომენტში. რომ ანუ სახლში ხალხო ხა იმ დროისთვის ძალიან დიდი სტარი იყო რა, გიგა მიქაბერიძე და სახლში მოდიოდა ხა ჩვენთან ეს კაცი. და როგორ ვამზადოთ? როგორ ვაკეთოთ ახლა? საიდან ამოვიდანოთ? და რაღაცა გამოჩიჩქეს და ჩემი და ბებია ჩემი რაღაც გადანახული ფულები რაც ქონდა ცოტა მოგონა. შავი დღისთვის მე დავაყრჯინე სელებრიტი სტუმრობაზე. და აყარე სუფრა ისა ეს მართლა კარგი სუფრა გაიშალა. მოვიდა ჩვენი გიგა. ჩემ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მთელი საღამო კალთაში ვეჯექი ამ გიგა მიქაბერიძეს და მეთქი მიყვარხართ მე თქვენ ძალიან. ანუ ბავშვი ვიყავი ბევრად გაბედული და ტლიკინა რა. ბაში გარეკილი მქონდა რასაც ქვია. ყველასთან ტლიკინებდი ყველაფერს. ხოდა ესე ჩავჭექი ამ გიგას კალთაში და მეთქი მე თქვენი ფანი ვარ, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, ეს ზღვარი მშავია, დამნაშავე რაღაცებს ველაპარაკები ამ კაცს. მეთქი ახლა მე მაქვს ათხოვარი. მინდა მეთქი რომ მინდა თქვენ დუეტი ვიმღეროთ თქო, იმიტომ რომ დედა ჩემს ჰქონდა ჩემთვის ნაყიდი ესეთი მიკროფონის პატარა სტენდი რა. და მეთქი, აი ხა მე მაქვს მეთქი სახში მიკროფონები და მინდა მეთქი რომ და თქვენ ვიმღეროთ. თქვენი ყველა სიმღერა ვიცი მეთქი ზეპირად. ბიძიკო, მაგაზე როგორ გაწყენებოთ? რაღაც ერთო ჭიქაში იყო მგონი უკვე გიგა და ვიმღეროთ. აიღო გიგამ გიტარა. მე ამ გამოვიტანე ჩემი მიკროფონები, რომლებიც სიმაღლეში იყვნენ ალბათ 60 სანტიმეტრი და გიგას 9 და მოიკეცა რომ მიკროფონთან ჩასულიყო. და აი ასე მე და გიგამ შევასრულეთ რამდენიმე დუეტი და აი გაჩვენებთ ახლა სურათებს. ტადამ! დღესდღეობით გიგა ეს აქტიურად აღარ მოღვაწეობს და აღარ ჩანს და შეიძლება ხალხი აღარ იცნობს იმდენად, მაგრამ მე რო ვიყავი პატარა ბავშვი, გიგა მიქაბერიძე ხალხო იყო, რა ვიცი. ალბათ ყველაზე დიდი სტარი მუსიკაში რა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი. ამიტომ ჩემთვის იყო ძალიან სერიოზული მიღწევა ეგ ჩემი პატარა თავისთვის. გიგასთან რო დუეტი ვიმღერე რამდენიმე. ამ სურათებს ძალიან ისე თვალისწინებით ვფრთხილდები და ძალიან მიყვარს ეს მოგონება მართლა და მინდოდა გამეზიარებინა. ხო, მაგრამ ნუ აი ჩემ ოჯახთან რომელიც საერთოდ არ ელოდებოდა სელებრიტი სტუმრობას, ნამდვილად შავიზღვაკი არა მე ვიყავი დამნაშავე. იმიტომ რომ ხალხს დავეცი ბნერა. ანუ რამდენი კერძი გაამზადდეს რაღაცა 2 საათში ვერ აღიჭრეთ. სოფლიო რეკორდი დაამყარეს მგონი, მაგრამ შეცალა მაგათი რეკორდის აღსაწერად. გიგა მოდიოდა მიქაბერიძე. დავეცი. კაცნით